ისეთ ძვირფას მნიშვნელოვან საყვარელ ბედნიერების მომცემ თემაზე უნდა ვისაუბროთ, ამის მოსმენაც კი ყველას გაგვაბედნიერებს, ასე მგონია. დღეს ვსაუბრობთ სიყვარულსა და ბავშვებზე. დავინტერესდით, როგორ აღიქვამენ ბავშვების სიყვარულს, როგორ ესმით და როგორ უყვართ ბავშვებს. როდით გრძნობენ თავს ყველაზე ბედნიერად და რა არის მათთვის ნამდვილი სიყვარული. აი ამ თემაზე ვსაუბრობ დღეს და სტუდიაში ყავს სტუმარი ფსიქოლოგი ნინო ბუაძე, რომელიც დაგვეხმარება ბავშვის თვალით დავინახოთ ეს დიდი ემოციები. დილამშვიდობის ნინო. დილამშვიდობის. აი პირდაპირ სიყვარული გვეღრება გულში ყველას, როდესაც ვახსენებთ ბავშვებს და ამ მიღმაც უკვე გავიარეთ რაღაცეები პრინციპში. ამ გამოხატულ სიყვარულს. რა თქმა უნდა, ალბათ პირველი სიყვარულს სწავლობს ბავშვი მშობლებისგან, ხო? აი ალბათ აი ამ გამოხატვის ენით, რომელიც მშობელს აქვს ბავშვის მიმართ, შემდეგ ხდება ზუსტად ის დიალოგი, რომელზეც ახლა ალბათ უნდა ვისაუბროთ, ხო? ანუ შეიძლება ესე გამოხატვის გარეშე ბავშვმა თვითონ დაიწყოს სიყვარულის ენის საუბარი? მოთხოვნილება ყველას გვაქვს ჩვენ, როცა ვიბადებით, რომ ვიყოთ უსაფრთხო გარემოში, ვიყოთ ზრუნვის ობიექტი, ადვილად და დროულად კმაყოფილდებოდეს ჩვენი მოთხოვნილებები და აქედან გამომდინარე ყალიბდება უსაფრთხო მიჯაჭვულობა და როგორც ამ მიჯაჭვულობის თეორიის ავტორები ამბობენ, არსებობს შიდა მუშა მოდელი, ანუ ის მოდელი, რომელიც სახლში, ოჯახში ყალიბდება, მერე გაგვაქვს გარემოში. ანუ სიყვარული რა უსაფრთხო მიჯაჭვულობა? უსაფრთხო მიჯაჭვულობაზე პირველად აიხსნა ასე. დასწავლადია, ნუ სიყვარული. ეს უსაფრთხო მიჯაჭვულობა ყალიბდება ოჯახში დედასა და შვილს შორის ურთიერთობის საფუძველზე. და აი ამ ურთიერთობის შემდგომ უკვე ჩვენ გვაქვს მოთხოვნილება. შესავალში თქვენ რომ საუბრობდით, რომ აი ამას ბავშვები ითხოვენ, იმიტომ რომ ამისი გამოცდილება აქვთ. და შემდგომ ამას ითხოვენ უკვე კარსიქით. უკვე საზოგადოებაში. და როგორ გამოხატავენ ხოლმე ბავშვები ამ სიყვარულს, ეს მოგვიყევით ახლა. იცით როგორ არის? აი ზოგჯერ ბავშვებიც და ზრდასრულებიც გრძნობის აღქმას და გამოხატვას ერთმანეთში ურევენ. ანუ ექსპრესია ხო სხვა არის. მე შეიძლება ძალიან დიდი გრძნობა მქონდეს, მაგრამ ექსპრესია არ მქონდეს ძლიერი და პირიქით არ მქონდეს ისეთი ღრმა გრძნობა, მაგრამ ექსპრესია მქონდეს. ამიტომ როცა ვასხვავებთ ხო ადამიანებს, რომ აი ამას ძალიან უყვარს და ამას არა, სინამდვილეში რას განიცდის ეს სხვა ამბავია, ხო? აი ეს ექსპრესია ყალიბდება, რა თქმა უნდა, აღზრდის ნაწილია, რა თქმა უნდა, ტემპერამენტის ნაწილია. ქცევის მოდელის ნაწილია, ვიღაცისგან ვისწავლე კულტურული მახასიათებლებით. აი ჩვენც თუნდაც აი ამ პატარა საქართველოში გრძნობების ექსპრესია სხვადასხვა კუთხეში გვაქვს განსხვავებული. უფრო ემოცია, უფრო გამოხატული, სადღაც უფრო გამოხატულია და სადღაც უფრო შეკავებულია და სადღაც არც სოციალურად მისაღებ ქცევად არ ითვლება. დიახ. და ეს ექსპრესიის ენა როგორია ბავშვებში? ეს არის მოვა თავს მოგადებს, თუ აი მზერით გამოიხატება, თუ მართლა ვერბალური, აი თითი გამოხატავენ. ვინ როგორ ალბათ რა? აი საინტერესოა რომ ჩვენი ემოციები არის ის, რაც საბოლოო ჯამში ადამიანისთვის არის გადარჩენის შესაძლებლობა. ერთი ტირილით დედას შეუძლია გაიგოს, როდის შია, როდის უნდა ხელში აყვანა, როდის ეძინება, როდის დაიღალა, როდის არის გამოსაცვლელი, აი ამ ექსპრესიით ზუსტადაც. აი ამ თავისი ექსპრესიით, საკუთარ ტირილით შეუძლია მშობელს ეს აღიქვას, არ მინდა რომ დედა გავზე გავამახვილო ყურადღება. დიდი მადლობა, იმიტომ რომ ცოტა კეფა მეტკინა და კი, რა თქმა უნდა, ორივე მშობელს შეუძლია ამის გაგება. ეს უნიკალურობა არის მშობელში, მაგრამ ცოტა გავზარდოს ბავშვი და უკვე როდესაც მართლა ხდება ისეთი ურთიერთობები, სადაც შეგვიძლია ერთმანეთს გამოუხატოთ სიყვარული. ეს რას ირჩევს ხოლმე ბავშვი აი ამ გამოსახატავ ენად და როგორ შეიძლება მიხვდეს მშობელი, რომ აი ახლა ამის საჭიროება აქვს და მანაც უპასუხოს შესაბამისად. ზოგჯერ მზერით. ხო, ანუ ჩვენ შეიძლება გვყავდეს სხვადასხვანაირი ექსპრესიის მქონე, გამოხატვის და ტემპერამენტის მქონე სხვადასხვა შვილი, მშობლებისგანაც გამიგია, რომ რა ვქნა ეს ითხოვს. მაგრამ მეორე არ ითხოვს თითქოს. აი ყველაზე ესე თვალში საცემი რაც მხდება ხოლმე, აი როცა დედმამიშვილებს ასაკობრივი შორის ცხადია ესედაც ასაკობრივი სხვაობა, ხო? პატარა თითქოს უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს, უფრო მეტად გამოხატულია. თუმცა უფროსი აი შეიძლება უბრალოდ გიყურებს. და მე როცა ვამბობთ რომ აი
რატომ არიან ესენი ესეთი განსხვავებულები? ხო, ორივე ერთი და იგივე მშობელმა აღზარდა და ერთი და იგივე გარემოში. თუმცა, აი კონკრეტულ მომენტში, როცა ერთს ვეფერებით და მეორე უბრალოდ დგას, იმათთვის ის ველი განსხვავებულია, ის გარემო განსხვავებულია. იმას აი მზერით თვალით კონტაქტით შეიძლება შევხვდე და დავეკონტაქტო და უთხრა რომ შემიძლია რომ ჩაგეხუტო თუ მზად ხარ რომ ჩაგეხუტო მე შემიძლია. აი რა ხდება ამ დროს, როდესაც ითხოვენ ჩახუტებას, მოფერებას? ეს არის რაღაცა ჩვენი ვაკლებთ რაღაცას ვაკლებთ და დაუშვათ არასაკმარის ყურადღებას იღებენ, არასაკმარის სიყვარულს გრძნობენ თუ რა არის ხოლმე ამის მიზეზი, როდესაც მაინც ითხოვენ? კი, აი ამ კითხვის მეორე ფორმულირებული შეკითხვა არის ის, რომ მშობელი სვავს ესეთ კითხვას, რომ მაინც რა დოზით ვჭირდები ჩემს შვილს და პასუხი არის განუსაზღვრელი. ანუ რატო ითხოვენ? იმიტომ კი არა რომ ვაკლი ვართ, იმიტომ რომ მართლა სულ ჭირდებათ აი ამ სიყვარულის დადასტურება და გამოხატვა და ჩახუტების ფორმით თუ კოცნის ფორმით თუ შეხების ფორმით. იცით რა მაინტერესებს? მთელი ბავშვობა არამც თუ ვითხოვდი, მოვითხოვდი. მაგრამ ჩემი ძმა არის ჩემზე 4 წლით უფროს. ის არ მოითხოვდა, რასაც ეგან საუბდა. ეგ უფრო მაინტერესებს, რო არ მოითხოვს ბავშვი ასე დროს. ასაკში არც შენს დაბადებამდე? არა, განა. არა, აი რა ხდება? უბრალოდ თვითონ არ არის. ტიპაჟი იყო, ნუ ხასიათი ქონდა ისეთი, მე ასეთი. კი, ის უფრო რაციონალური იყო და გაწონასწორებული, მე უფრო ემოციური, გამომხატველი, გამზიარებელი ბავშვობიდან ასე ვარ. რა ხდება იმ ბავშვებში, ვინც ესე არ გამოხატავს, ვინც არ მოითხოვს? იმატვინში რა ხდება? მოდი არ დავამძიმებს სურათს და არ ვიტყვი რომ ეს კონკრეტული ქცევა უდრის ამას, ხო? იმიტომ რომ არ ვიცი იმ ბავშვის სურვილებში რა იყო. თუმცა ჩვენ როდესაც ქცევას განვიხილავთ, ვამბობთ რომ აი ეს ქცევა, როდესაც თქვა ბავშვი ამოდამ ასაკში იკბინება არის ესეთი, მაგრამ გვაქვს კიდევ დეფიციტური ქცევა, როცა აი ამ ასაკში ამას უნდა გამოხატავდეს და არ გამოხატავს. ხო? თუმცა ასევე არის ესეთი მოცემულობა, რომ ჩვენ ადამიანებს გვაქვს ჩვენი საზღვრები. ვიღაცა ძალიან ადვილად ამყარებს კონტაქტს, შეუძლია მაშინვე ჩახუტება, მაშინვე დამეგობრება, ვიღაცას აქვს ცოტა უფრო დისტანციურად ეს საზღვრები. და ამ ტიპის ადამიანებს, რომლებიც უფრო იცავენ საკუთარ საზღვრებს, მათ შორის მშობლებთანაც, ძალიან კარგია რომ ვკითხოთ. ხო, ანუ მე როდესაც მიყვარხარ, შეიძლება მე უკვე მაქვს მზაობა რომ გამოვიქცე და ჩაგეხუტო, მაგრამ შეიძლება არ ხარ შენ ესეთი ტაქტილური ადამიანი, რომელსაც უყვარს მაშინვე ჩახუტება და შეიძლება მზერით კონტაქტი მისთვის საკმარისი იყოს. ამიტომ ძალიან ჯანსაღია თუ ვკითხავ რომ ჯერ გავუზიარებ რომ მიყვარხარ და მე არის თორსაც ნინო ბავშვისაც არ უყვარს ჩახუტება. იცით რა არის? არიან ბავშვები, რომლებსაც არ უყვართ, აი ჩვენ ხო გამოხატვის ფორმები, აი როგორც ვთქვით, ექსპრესია გვაქვს განსხვავებული, რა ვიღაცამ შეიძლება სიტყვიერად დამიდასტუროს. ვიღაცას უყვარს ჩახუტება, ვიღაცას შედარებით ნაკლებად. იგივე აი უცხო ადამიანებთან კონტაქტის დროს რატო არის რომ ვიღაცას ძალიან მარტივად გამოსდის და ბავშვებს ძალიან ხშირად გამოსდით ადვილად კონტაქტები, მაგრამ ვიღაცა არის უფრო დამკვირვებელი. იცით რა მაინტერესებს? ჩაეხუტე დე, აკოცე დე. აი ეს სწორია მშობლის მხრიდან. აი ბავშვია, რომელსაც დედასთან აქ ისედაც ეს. აი მეგობარია, ნათესავია, მეზობელი. მიდი ხა ჩაეხუტე, აკოცე. აი ეს რამდენჯერმე ძალიან ცუდად მომხვდა, აი ძალიან, იმიტომ მგონია რომ ვარღვევ მის უფლებას ესე დროს და ვაიძულებ ჩაეხუტოს, ვაიძულებ აკოცოს. დიახ, და მათ შორის მიესალმე დედს. მიესალმეთ, ხო, არა მხოლოდ ჩაეხუტე და გამოხატე ემოცია, არამედ მიესალმე. ანუ იცი რა არის, შეიძლება ცალკე მითხრა, რომ ძალიან კარგია თუ უფროს ადამიანს მაღაზიაზე დაიმშვიდობე, ესე ჯობია, ვიდრე აბა ეხლა ნახვა, აბა ეხლა თან ქცევის მოდელი ხო ძალიან წამყვანია, ჩვენ ხო გონია რომ ყველაფერს რასაც ვეტყვი იმას სწავლობს, სინამდვილეში რასაც მხედავს იმას სწავლობს. და ის რომ მე ბევრჯერ მხედავს რომ მე ვესალმები და ვემშვიდობები, ერთ დღესაც თვითონაც დაისწავლის ამას. მაგრამ იმას რასაც ამბობთ ხო რომ ახლა ჩემი მეგობარია, განსაკუთრებით ახლა მეც მახსოვს ერთხელ ჩემმა შვილმა გააპროტესტა რომ არ მომწონს, როდესაც წვერიან კაცს ვკოცნი. ხო, ამიტომ აი ხა ჩემი მეგობარია და აუცილებლად უნდა აკოცე, ეს მოცემულობა არ არის. შეგიძლია უთხრა რომ არ მინდა ეხლა რომ ვაკოცო. ძალიან ჯანსაღია ეს რომ არ მინდა და მან ისწავლოს საკუთარი საზღვრების დაცვა. მათ შორის ბავშვებსაც როცა ერთმანეთი უყვართ, ხო, აი როგორ ვასწავლით ამას? ის კი არა რომ როცა გიყვარს უნდა მიხვიდე და ჩაეხუტო. არა, შენ შეგიძლია თქვა არა. შეიძლება მეორე ბავშვს უყვარდე, მაგრამ თუ შენ ეს დისკომფორტს გიქმნის რომ ის მოვიდეს და გაკოცოს, შენ შეგიძლია უთხრა რომ
არა. ეგ რაღაც ეს ასაკშია პირადი საზღვრები არის ძალიან 3 წლიდან, 4 წლიდან უკვე. ხო, უბრალოდ ჩვენს ბავშვობაში სხვა პირობებში ვიზრდებოდი ხმამოცემულობები ჩვენ და მიხარია რომ ფსიქოგანათლების მხარდაჭერა არის თუნდაც აი ამ გაძაცემის. რომ ბავშვს თვითონ გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს, რანაირად მოიქცეს, რომ მშობლებს ხო გვეჩქარება, რომ მალე გახდეს რდილობიანი. გვეჩქარება, რომ მალე გაიზარდოს. ხო, მალე მიიღოს ის უნარები, რაც ჩვენ რაღაცა აი მადლობა რა და კიდევ ერთი ყველაზე მთავარი, ამ დროს ჩვენ, როდესაც ვასწავლით, რომ შენ ესე უნდა გააკეთო, ბავშვი კარგავს საკუთარ ემოციებთან კონტაქტს. ანუ მე დავისწავლე რა უნდა გავაკეთო და რა არ უნდა გავაკეთო და არა ის მე რა მინდა და რა არ მინდა. და როდესაც 10 წლის ბავშვს ეკითხები, რას გრძნობ, არ ვიცი. მე შემიძლია გითხრა რა უნდა, რას უნდა ვგრძნობდე. მაგრამ იმდენად დავისწავლე აი ამ სოციალურ რაღაცა ნორმებში, რომ რაღაცები უნდა ესე გავაკეთო და უნდა არ უნდა გავაკეთო. რომ მე რა მინდა ეს აღარ ჩანს, იმიტომ რომ არასდროს არ დადასტურებულა, არასდროს არ ყოფილა ამის მხარდაჭერა. ამიტომაც წავახალისებთ შენ როგორ გინდა. იქნება იმას ძალიან უყვარს ის ჩემი მეგობარი და პირიქით ყელზე ეკიდება, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მას რა უნდა იყოს წამყვანი საკუთარ ემოციებთან კონტაქტისთვის. ну მაშინ როდესაც ვერ გამოხატავენ ბავშვები და არ საუბრობენ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ეს მათთვის არ იყოს შემაწუხებელი და თავზე მოხვეული ჩახუტება. ჩვენ კი გვინდა ძალიან და გვიყვარს და რაღაცა გვეჯმუჯნება. გითხოთ. მე მინდა რომ ეხა გაკოცო, შეიძლება გაკოცო. ძალიან პატარა როდესაცაა. ძალიან პატარა როდესაცაა და თვითონ მაშინ ისედაც ჩვენ გამოვხატავთ, ისედაც ჩვენ ვიღებთ ამის დომინაციას და ზოგადად ემოციების გამოხატვის ნაწილში, როდესაც ბავშვები არ გამოხატავენ, ისევ და ისევ ვიტყვი, რომ წამყვანია მშობელი. როდესაც ის ამბობს, რომ მე დღეს ეს ვიგრძენი, დღეს მე მოვიწყინე, ამან გამაბრაზა, აი ესე მიყვარს, აი აქ თუ ბავშვი სწავლობს, რომ დედა ყველა თავის გამოცდილებასთან ემოციას აზიარებს, მაშინ მეც ესე ვსწავლობ ამას. ნინო, მოდით გავზარდოთ ასაკი და გადავიდეთ მოზარდობის პერიოდში, სადაც ისედაც ძალიან ბევრი პრობლემა იჩეს თავს ბავშვებში, რა თქმა უნდა და შემდეგ ურთიერთობებში მშობლებთან, ხო? აქ ვარ ჩნდება ალბათ ეს პირველი სიყვარულის ელემენტიც. მოდით, ცოტა კომპლექსურად გამოვიდა ეს კითხვა. და რა თქმა უნდა, ხდება რაღაცა ბარიერული მათთან ჩახუტება, გამოხატვა სიყვარულის, იმიტომ რომ ისინი რაღაცა აშენებენ პატარა კედელს, რომ ვითომ უკვე დიდია და ხაღარ უნდა ეს ჩახუტება ზედმეტად და ზედმეტად სიყვარულის აფიშირება მით უფრო საჯაროდ, ხო? კი ბატონო. აი, ამის მიმღეობა მშობლებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია და ეს დაყოლა მათ სრულზე და პირველი სიყვარულის ნაწილშიც დავუშვათ რამდენად განაპირობებს შემდეგ მომავალ სიყვარულებს და თავარ სიყვარულებს აი ეს პირველი გამოცდილებები. თიკა ძალიან კარგი კითხვა არის, ანუ 80% ბავშვები, რასაც აპროტესტებენ, არის ის, რომ სანამ ჩემს ოთახში შემოხვალ დააკაკუნე. ეს რომ სეპარაცია დგება და ის რომ ჩვენ შორის დისტანცია ხდება, ამის ნორმირება უნდა შეძლოს მშობელმა, რომ ეს არის ნორმალური. რომ აღარ უნდა მას ჩემთან ერთად ჩახუტებულს და მოფერებულს დაძინება და მას უნდა თავისი პირადი საზღვრები. და თუ ეს საზღვრები არ არის და ვხედავთ რომ თუნდაც 11 წლის, 12 წლის მოზარდი ისევ მშობელთან დგება, ამას უნდა დაუსვათ კითხვა, რომ რატოა ეს? ეს არ არის უკვე ტიპიური, ეს აღარ არის ჯანსაღი. ცხადია ყველა ინდივიდუალური შემთხვევა ცალ-ცალკე განიხილება, თუ ვთქვათ, მივლინებაშია მშობელი და არ არის ფიზიკურად ქვეყანაში, ხო? მაგრამ მაინც ეს სეპარაცია რო დგება და ბავშვმა და გაზარდოს ეს საზღვრები და დაიცვას, ეს არის ძალიან ჯანსაღი. ეხლა რაც შეეხება თვითონ პირველად ეს რომანტიულ ურთიერთობებს, ხო, რომელიც არის ძალიან სწორია, როდესაც მშობელს აქვს მიმღებლობა. არა დაკნინება არადროშენი ეს არის. არა ვთქვათ, რაღაცა თუნდაც საკუთარი გამოცდილებების თავს მოხვევა, რაც სუბიექტურია. სუბიექტურია ბიჭებს არენდო, გოგოებს არენდო, ანუ ის რა გამოცდილებებიც მე მქონდა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ამის განზოგადება უნდა მოვახდინო, ხო? და ეს რომ ნორმალურია, ბავშვები ძალიან ხშირად ერთმანეთს დასცინიან ამის გამო, რომ აი ამას ეს უყვარს, ხო? და აქ ჭირდება უსუსურია ამ დროს, ხო, ადამიანი, იმიტომ რომ თავის ემოციებთან და გრძნობებთან ძალიან ღია და ამ დროს ძალიან ჭირდება, რომ ეს ნორმალურია. და კარგია, რომ გიყვარს. ხო, მაგრამ აქვე შემოდის ის, რომ
თუ კი რაღაცა ნორმას გადაცილებულია, ვთქვათ, შანტაჟებს, რაღაცა, აქ შეიძლება მხარდამჭერი ვიყო და მართლა ცოტა მეტი ფსიქოგანათლების ნაწილში ჩავერთო, რომ იცი რა, ეს აღარ არის ნორმა. როცა გაზიანებს ადამიანი, მაგრამ ის რომ შენ მეორე ადამიანი გიყვარს, ეს ძალიან კარგია და მხარდამჭერია. აი მშობელს ესე დროს თუ მაქვს ჩემი აზრი იმ კონკრეტულ მის რჩეულზე. რა ფორმით საუბრობ თან მნიშვნელოვანი ალბათ. მე გარდამტეხ ასაკზე მაქვს ახლა საუბარი რა, აი 12-დან ზემოთ. აი ძალიან არ მომწონს მისი რჩეული. ამ პირიქით ძალიან გავგიჟდი გადავირი. ისე რომ თავზე არ მოვახვიო და თან რა მომწონს და რა არ მომწონს. აი ეს როგორ გაუცვა. აუცილებლად თავადაც მკითხავს თუ ეს უსაფრთხოება არის ჩვენ შორის რომ მოვიდა და გამიზიარა. ეს არის ძალიან ჯანსაღი და მინდა მივულოცო ყველა მშობელს, ვინც უსმენს თავის შვილს და ვისი შვილიც აზიარებს მასთან თავის გამოცდილებას. მე როგორც პუბერტატის ასაკის მშობელი, შვილის მშობელი, ყოველთვის ვსვავ კითხვას, აჩიკო. როგორ ფიქრობ, ესეთი ქცევა შენთვის მისაღებია? ანუ აი ჯობია კითხვა დავსვა. ეს უკვე აღნიშნავს იმას, რომ თქვენ არ მოგწონთ? რა თქმა უნდა, მეუბნება რომ დედა შენ ამას იმიტომ მეკითხები, რომ რაღაცა ხო მე ვაზუსტებ შენთან, იმიტომ რომ შენ როგორც იცნობ, ისე მე ხო არ ვიცნობ. როგორ ფიქრობ ეს რომ ესე მოიქცა? შენ ამას როგორ უყურებ? ფორმულირებას, რა ფორმულირებით მე კითხვა დავსვა, ბევრად უკეთესია, რომ მან იფიქროს, გაიაზროს, იმიტომ რომ ის ჩემს ღირებულებებს ისედაც იცნობს. მან ზუსტად იცის რა არის ჩემთვის მისაღები და რა არა. თავს კი არ ვახვევ, რომ ეს არის შავი და ეს არის თეთრი. კითხვას ვსვავ, სადაც მან შეიძლება პასუხი მოიძიოს თვითონ თავად. და რა ხდება, როდესაც ჩემთვის ასრული პასუხი არ არის? დრამა. რა ხდება, როცა ჩემთვის ასურველი პასუხი არ არის და თუ მე დავიწყებ კრიტიკას, ის ერთ დღეს კარს დამიკიდოს და აი ამაში აღარ გაიხსნა. ზოგად მონოლოგებს რომ აი საერთოდ ესია რომ ეს თუ აკეთებს რაღაცას, აი ესე და მე მიცხოვრება არ წავიდა კარგად, იმიტომ რომ აი ეს ზოგად ისტორიებს რო არ უდრის, ეს უნდა ვიცოდეთ. ეს გადატანითი მაგალითებს გულისხმობ. არაფერს არ უდრის. როგორ რას ნიშნავს ეს? ჩემ გამოცდილებაში ვთქვათ, ეს ამას უდრის, იმიტომ რომ ჩემთან ესე დაალაგდა, ხო? ესე არ ხდება ზოგადად. მე თუ ვთქვათ, გოგო მეგობარს გავუზიარე ჩემი ემოციების შესახებ და მან ეს გაასაჯაროვა, ეს არ უნდა გადავიტანო ჩემ შვილზე, რომ არავის არ უთხრა, თორე ეს აუცილებლად გასაჯაროვდება, ხო? არაფერს არ უდრის ამას ვამბობ. ჩემი გამოცდილება არ უდრის მის გამოცდილებას. არ ნიშნავს აუცილებელ გამეორებას. არანაირად. რა თქმა უნდა, ყველა მშობელს აქ მიდრეკილებ, რომ დაიცვას ტკივილისგან. პირველი სიყვარულის სიმძაფრეც ყველამ ძალიან კარგად იცის, თან მით უფრო ესეთ ასაკში, როდესაც ყველაფერი არის უმაღლეს რაღაც ენერგიებს ატარებს, ხო, ასე ვთქვათ და აი ესეთი ზრუნველობა, ასე ვთქვათ, როგორ თქვა, უნდა დაუშვას ყველა თავის შეცდომა და იწვნიოს ის ტკივილით და შემდეგ რა თქმა უნდა ფიქრობ, რომ მე ეს როგორ განსაზღვრას ჩემი შვილის სამომავლო ურთიერთობებს. და რა დარჩება აქეთ? რასაც უნდა დავიჭირო მხარი არის ის, რომ მისი პიროვნება ყოველთვის გავმიჯნო მეორე ადამიანის შეფასებისგან. ის რომ დღეს გაღმერთებს და მეორე დღეს თქვათ რაღაც გაკნინებს, ეს არც ერთი და არც მეორე შენ პიროვნებას არ უდრის. ხო? ეს შეიძლება იყოს ნორმალური, რომ თუნდაც შენ გიყვარდეს და მას სხვა უყვარდეს. იმიტომ რომ როდესაც ადამიანები გვიყურებენ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ გხედავენ. აი ეს უნდა ვასწავლო ჩემ შვილს, აი ამაზე უნდა იდგეს ჩემ ყველაზე რთული დასასწავლია ალბათ. თუმცა ჩემ შვილთან კონტაქტი მაქვს არა პუბერტატის ასაკიდან, არამედ მთელი ეს პერიოდი, ხო? და ამიტომ ამისთვის ან ვარ თმსად, ან არ ვარ თმსად. და ეს ნაწილი, აი ამ ნაწილში უნდა ვიდგე ჩემი შვილის გვერდით, რომ შენ არ განსაზღვრავ ვიღაცის ხედვას. შენი როგორ აღგიქვავენ, ეს არ უდრის იმას, რაც ხარ შენ სინამდვილეში. შენ ბევრად უფრო მეტი ხარ და მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვა ადამიანის ხედვა. ეს არ ნიშნავს, რომ მას არ ეტკინება, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ წაიქცევა, იმედგაცრუებული არ იქნება, სასოწარკვეთილი. რა თქმა უნდა, იქნება. მაგრამ თუ ჩემი მაგალითით, თუ ზოგადად ცხოვრებაა ესეთი, ხო? ანუ ჩვენ არ მოვსულვართ იმიტომ, რომ მხოლოდ ბედნიერები ვიყოთ. ჩვენ განვიცდით აბსოლუტურად ყველა ემოციას, ამით ვიზრდებით, ამით ვყალიბდებით და მართლა სიცოცხლე ნიშნავს გიყვარდეს, გტკიოდეს, წუხდე, ბედნიერი იყო და ყველა ამ ემოციაში და ამ გრძნობაში იხარშებოდა.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ემოციების დროსაც შვილის გვერდით უნდა იყო ისეთივე სიყვარულით, როგორიც სხვა შემთხვევაში იქნებოდი, ხო? თავარია მაინც უდეს რომ მარტო არ არის. დიახ, არ დააკნინო, ხარი დაუჭირე და დააფასე მისი ემოციაც და თავს არ უნდა მოახويا შენი აზრი. თუ სამხრივად არის შეყვარებული, სადღაც ხო იყო, კაი, ხო ხედავ რაღაცა. მოდი რაღაც შევცვალოთ, გადაერთე სხვა რაღაცაზე ან სხვა ადამიანსაც შეხედე. თუმცა თუ არ გინდა. თუ არ გინდა და ვითომ მარტივ გამოსავალს თავაზობ, რომ არ ეთკინოს, არ ეწყინოს. და ეს ზოგჯერ აღქმულია როგორც გაუფასურება ჩემი მდგომარეობის. ხო, მოდი ახლა ამაზე გადავერთოთ, ანუ არ ისმის ჩემი. ამიტომ შვილის და მშობლის კონტაქტი არის ზუსტად ის, რომ იქ შევხვდე, სადაც ის არის ახლა. არა მე ჩემი გამოცდილებებით და რაღაცა ექსპერიმენტები. და რა მელოდება ან მე თუ არ გეხსნება. შევხვდე, სადაც არის. ახლა არის დარდში. აქ შეიძლება უთხრა, რომ როგორ გირჩევნია გავიდე? როგორ გირჩევნია წყალი მოგიტანო? და არა ის რომ წამოდი ახლა მათემატიკაზე წავიდე. არა. იქ შევხვდე, სადაც ახლა ის არის. ეს არის ყველაზე დიდი მხარდაჭერა, რომ აი ეხლა იტევს ჩემი მშობელი იმ მდგომარეობას, სადაც მე ხლა ვარ. ნაწილობრივ ჩემ კითხვასაც გაეცა პასუხი, მაგრამ აი თუ კი არ გვეხსნება შვილი რაღაც პრობლემის დროს, ეს იქნება პრობლემა გულისხმობ ბჭყალებში, თუნდაც ეს იყოს რაღაცა სიყვარულო პერიპეტია, ხო? დაუშვათ ჩვენ არ უნდა ჩავეციოთ, უნდა დაველოდოთ მოთბინებით იმ დროს, როდესაც თვითონ გაგვეხსნება და ალბათ ის მოცემულობა რომ იქნებ. თუ აი ბევრი კითხვები დამაზიანებელი იქნება. შეიძლება უბრალოდ უთხრათ, რომ მე ხლა ვგრძნობ, რომ შენ ცუდად ხარ და მზად ვარ, რომ მოგისმინო მაშინ, როცა შენ იქნები ამისთვის მზად. და უნდა დაველოდოთ მოთბინებით და ლოტუსის ფორმით, ალბათ რომ ედის მოუნდება მას. ზოგადად მშობლობა ძალიან ბევრ რაღაცას მოიაზრებს, მოთმინებას უკიდურეს და ყველაზე მნიშვნელოვანს ალბათ მაინც იმ სიყვარულის სხვადასხვა გამოხატვებს, რომელიც აგრძნობინებს შვილს თავს, რომ ის უყვართ ნებისმიერ მოცემულობაში თუ რაღაცა გარდამტეხ სიტუაციაში და ნებისმიერ ვითარებაში. ყველა გამოხატვის ფორმა შვილის მისამართით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იქნება ვერბალური, ფიზიკური თუ ისეთი, როგორც მას სურს, როგორც გასწავლა დღეს ნინო. დიდი მადლობა. საბოლოოდ ცოტა თვალწრებლიანება დავასრულეთ ეს საუბარი. კიდე მინდოდა ჩაშლა ჩართულება, აი იმდენი მაგალითი მომივიდა ეს რომ არ ყოფნის საეთეროდ, თუმცა სხვა დროს ვისაუბრებთ კიდე თუ როგორ ვიქცევით მშობლები თუ ორ უახლოეს მეგობარს ერთი უყვართ.